Ახლა კულტურა 13 წლის შემდეგ განახლებული სამეცნიერო ექსპედიცია სინას მთაზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა ქართული ხელნაწერებით ყველაზე მდიდარი უძველესი კოლექციების შესწავლა განაახლეს. ექსპედიციის მასალებს მეცნიერები ორშაბათს გამოაქვეყნებენ, დაგეგმილია შესწავლილი ხელნაწერების ციფრული ვერსიის მომზადებაც. რა შედეგებით დაბრუნდნენ სპეციალისტები წმინდა ეკატერინეს მონასტრიდან მეცნიერების ჯგუფს ლიზა ციციშვილი შეხვდა. ჭილეტრატის იადგარი ამ ხელნაწერს ქვია საწერი მასალის მიხედვით. მე-19 საუკუნეებით დათარიღებული ჭილეტრატის იადგარის ერთი ნაწილი პაპირუსია გადაწერილი, მეორე კი ტყავზე. იადგარი მთელი წლის საეკლესიო კალენდრის მიხედვითაა გაწყობილი. ეს უძველესი ლიტურგიკული ტექსტი მხოლოდ საქართველოშია შემორჩენილი და უძველესი ქრისტიანული ღვთისმსახურების კვლევისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. საბაწმინდის მონასტერში გადაწერილი ხელნაწერი არაბების მიერ მონასტრის დარბევის შემდეგ ქართველმა ბერებმა სინას მთაზე გადაიტანეს. საქართველოში კი აკაკი შანიძის ძალისხმევით დაბრუნდა. ჭილეტრატის იადგარის გარდა სხვა ქართული ხელნაწერები სინას მთის ეკატერინეს მონასტერშია დაცული. საზღვარგარეთის ქართულ კერებში იგი ყველაზე მდიდარია და 200-ზე მეტ უნიკალურ ხელნაწერს შეიცავს. ქართულ სპეციალისტებს ადგილზე მათი შესწავლის შესაძლებლობა ათეული წელია აღარ ჰქონიათ. 2014 წელს სინაზე ხელნაწერთა ცენტრმა მეცნიერული კვლევა განაახლა. კოდიკოლოგიური შესწავლა ხელნაწერის, მისი დათვალიერება, საწერი მასალის ფაქტურის გააზრება, უშუალოდ ორიგინალების ნახვით არის შესაძლებელი. სინას მთაზე ქართველები მე-6 საუკუნეში გამოჩნდნენ და მე-9 საუკუნეში ქართული კოლონია ჩამოაყალიბეს. ქართველ ბერების მიერ შექმნილი უმდიდრესი წიგნსაცავი საუკუნეების მანძილზე პალესტინის, იერუსალიმის, გოლგოთას და სხვა ცენტრებიდან მდიდრდებოდა. ქართული კულტურის ამ მნიშვნელოვან კერაზე ბოლო ექსპედიციამ 2002 წელს იმუშავა. გასულ წელს ქართული ხელნაწერების შესწავლის და კვლევის ახალი ეტაპი დაიწყო. 215 წიგნის შექმნა ნიშნავს იმას, რომ საქართველოს სახელმწიფოს ჰქონდა ის პოლიტიკური და კულტურული სტატუსი ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში, რომელიც გვაძლევდა საშუალებას, რომ ჩვენი ძალიან სერიოზული პოზიციები ჰქონოდა. სინას მთის ქართული კოლექციის შესწავლა მე-19 საუკუნეში დაიწყო და 1980-იან წლებში გაგრძელდა. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ექსპედიციის მუშაობისას 2014 წელს ახალი, აქამდე უცნობი დეტალები გახდა ცნობილი. ეს კოლექცია მრავალმხრივარი საინტერესო და საყურადღებო, რაც გულისხმობს ძალიან ისე დეტალურ მუშაობას ადგილზე ხელნაწერებთან, რაც ასე დისტანციური მუშაობით საკმაოდ რთულია. სამეცნიერო ექსპედიციის პირველადი შედეგები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. სამწლიანი პროექტის დასრულების შემდეგ სინას მთის კოლექცია თანამედროვე სტანდარტებით შექმნილ მონაცემთა ბაზაში გაერთიანდება და ხელმისაწვდომი გახდება.